მოგესალმებით ანა, მივესალმებით ტელემაყურებელს. ხო, ეს ჩემი უტრირება და ინტერპრეტაცია არა, მართლაც ორი წინადადებაა, ბრალის დადგენილება. ერთი წინადადება არის, რომ 8 კონკრეტულმა ადამიანმა, მათ შორის იგი უგულავამ და სხვებმა ცადეს მაგისტრალის ბლოკირება, წერტილი და მეორე წინადადებაა, რომ პოლიციის ძალისხმევით გზის ბლოკირება ვერ მოხდა. წერტილი. აი, სულ ეს ორი წინადადებაა, რითაც უკვე კონკრეტული 8 ადამიანისთვის წარყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 222 მუხლით სტრატეგიული ობიექტის ბლოკირების, ჯგუფურად ბლოკირების ბრალდება და რადგანაც მითითებულია ბრალდების დადგენილებაში, რომ დასხვებიც იყვნენ, შესაბამისად ვერ გამოურიცხავთ, რომ სხვა ადამიანების მიმართაც განხორციელდეს მსგავსი ბრალის წაყენება. ხა თავისთავად რომ აბსურდულია ეს ბრალდება, მე მგონი თქვენთვის ამის მტკიცება ისე როგორც მაყურებლისთვის არ მჭირდება, იმიტომ რომ ყველა პირდაპირ ეთერში უყურებდა და ვადევნებდით თვალს, ზოგი იქ ვიყავით, მეც იქ ვიყავი, ვინც არ იყო ტელევიზიით, მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალყურს, რომ არც ერთი მცდელობა აქციის მონაწილეების მხრიდან გზა გადაკეტილი იყო, არ იყო. პოლიციელების ჩვენებითაც ჩანს და ეს ასე იყო, რომ პოლიციელებმა თავად შეთავაზეს აქციის მონაწილეებს, რომელსაც სურდათ, რომ გზა გადაეკვეთათ და შემდგომ საქალაქო სასამართლოს მიმართულებით, თბილისის მიმართულებით, ანუ მოეხდინათ გადაადგილება. თავად პოლიციელებმა შეთავაზეს, რომ გადაუკეტავდნენ გზას და გადაიყვანდნენ გზის მეორე მხარეს. ეს პროცესი დაიწყო. ამ პროცესის განმავლობაში არავის უცდია აღმაშენების ხეივანზე გაჩერება, ანუ უბრალოდ მასა გადადიოდა და გასაგებია, რომ ვერ გადაირბენდა ათასობით ადამიანი, ხო? ანუ ირაკლი, ფაქტობრივად პოლიციის მითითებას ასრულებდნენ ეს ადამიანები ამაზე. ცალკე ასე არის ანა და იქიდან გამომდინარე ეს ვიდეოებზე და ტელევიზიებს აღბეჭდილი გაქვთ და პირეთში გადაცემული, რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ვერ უარყოფდნენ, ამიტომ თავიანთივე იმ სრულჩვენებებში უწერიათ, რომ პროცესი მიმდინარეობდა ამგვარად, რომ მათ თავად შეთავაზეს აქციის მონაწილეებს და შეუთანხმდნენ უпростоრად აქციის მონაწილეებს, რომ მიცემდნენ საშუალებას გზის გადაკვეთის და შემდგომ საქალაქო სასამართლოს მიმართულებით. და შემთხვევით ჩვენება იმავე პოლიციელის ხომ არ არის ამ საქმეში და ჩადებული ბრალის დადგენილებაში, რომელიც მითითებას აძლევდა. ანუ სრულჩვენების საკითხი ძალიან სერიოზულად პრობლემურ საკითხად არის აღიარებული, ხო, თითოეული უფლებადამცველის მხრიდან ამ პროცესში. რა აქვს გამოძიებას მის წინააღმდეგ, მათ წინააღმდეგ? ის ათეულობით პოლიციელი, რომელიც ამ საქმეში აშკარად სრულჩვენებას იძლევა, სხვა საქმეებშიც მეორდებოდეს, უბრალოდ დროის მცირე მონაკვეთის გამო არ მომეცა შესაძლებლობა, არ მოგვეცა, რომ უკვე შედარებული გქონდეს სახელი და გვარებით, ვინ რა საქმეში ფიგურირებს, თუმცა ცალსახად ჩვენებები არის სრულ, იმიტომ რომ იქ პოლიციელები ამტკიცებენ, რომ თითქოს აქციის მონაწილეებმა აღარ მოინდომეს აღმაშენების ხეივნიდან გადასვლა და გზა იყო ცოტახნით ბლოკირებული და შემდგომ პოლიციის ძალისხმევით გზა გაიხსნა. ასეთი რამ უბრალოდ არ არის. გასაგებია, რომ საზოგადოება ათასობით ადამიანი გადადიოდა გზაზე, გასაგებია, რომ მოძრაობა შეფერხდებოდა, მაგრამ ბლოკირება გზის არ მომხდარა. შესაბამისად, პოლიცია თავადეულთითებს, ანუ ის კადრიც კი არა აქვთ, რომ მოძრაობა დიდხანს გაჩერდა და ამიტომ ცდელობას ედავებიან. დასრულებულ დანაშაულსაც კი ვერ ედავებიან, რომ თითქოს ამ ადამიანებმა შეძლეს და მეორეც ჩვენ კარგად ვიცით, რომ იგი იყო ათასობით ადამიანი. კი, რომ მოენდომებინა ამ აქციის მონაწილეებს და რეალური მიზანი ყოფილიყო აღმაშენების ხეივნის ბლოკირება, პოლიციას დაჭირდებოდა გაცილებით დიდი ძალისხმევა და ჩვენ გვინახავს, როგორ შლის აქციებს ძალადობრივად, დანაშაულებრივად ივანიშვილის და გობელაურის პოლიცია და მათ ამ მეთოდების გამოყენება არ დაჭირვებიათ, იმიტომ რომ გზა რეალურად არ გადაკეტილა. ამიტომაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ ფაქტს ვერც თვითონ გაექცნენ, ამიტომ 8 ადამიანს ბრალი აქვს წაყენებული გზის ბლოკირების. ხო, რაც დაჭირდათ, ისიც საგან გაშოვა, ხო, ჩვენ ვნახეთ ადმინისტრაციული წესით დაკავებულების და შემდეგ ხო, გათავისუფლებულის ტექსტები, იგივე გრიგალაშვილის, რასაც ისყვება, წარმოუდგენელი ამბავია ამ პრაქტიკას მიმართა თავიდან ქართული ოცნების ხელისუფლებამ ამ შემთხვევაშიც. გიგიმ არ მოაწერა ხელი, ხო, ბრალის დადგენილებას, ირაკლი, რაზეც საუბრობდით თქვენ? შეუძლებელია, რომ აი ამ სისულელეს დაეთანხმო ამ სამართლებრივ აბსურდს, უბრალოდ სამართლებრივი კომპონენტი საერთოდ ამ ბრალდების დადგენილებაში არ არის, მოდი ასე ვთქვათ. ამიტომ რა თქმა უნდა ის ამას არ დაეთანხმა.
და ახლა შეიძლება სასამართლოს, რომელსაც მიმართავს ახლა პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების რომელიმე სახის მოთხოვნით და მაღალი ალბათობით ეს იქნება პატიმრობა, სასამართლო კარგად ვიცით, რომ აი ამ ძალადობრივი, რაზეც თქვენ საუბრობდით, ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი რგოლი, ანუ ეს არის ერთიანი ვერტიკალი ივანიშვილის ქვეშ. ყველა ვიცით და თანხმდებით, რომ არანაირი დამოუკიდებელი სასამართლო ქვეყანაში არ გვაქვს, არანაირი ხელისუფლებების გამიჯვნა, შტოებს შორის გამიჯვნა და ურთიერთბალანსი ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ივანიშვილის ძალაუფლება და ამ ძალაუფლებას და ახირებებს მონურად დამორჩილებული სისტემა, მათ შორის სასამართლო სისტემა. ამიტომ როგორი გადაწყვეტილებაც უნდა იყოს ის, იქნება ეს პატიმრობა, იქნება ეს გირაო თუ სხვა, გასაგებია, რომ ეს იქნება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან მიღებული სასამართლოს მიერ და ამ პოლიტიკურ პროცესში რა თქმა უნდა მონაწილეობას იძულებით, მაგრამ ჩვენ მივიღებთ. კი ბატონო, ანუ არის ელოდებით სასამართლოს ჩანიშნას. ერთი კითხვა მექნება კიდევ თქვენთან და შემდეგ დაგემშვიდობები, ირაკლი. ანუ რეალურად რა საშიშ ტენდენციას აჩვენებს კონკრეტულად ეს ეპიზოდი, რაც მოხდა თბილისი მოლთან, ირაკლი, რაზე არის დამოკიდებული ის მაგალითად, რომ აი რომელიმე ქუჩა გამოცხადეს ასევე სტრატეგიულად, იქ რაღაც უცბად შეიცვალოს, არ ვიცი, კანონმდებლობა, რეგულაცია და ასე შემდეგ და ეს გახდეს რეპრესიის ახალი ტალღის მიზეზი ივანიშვილისთვის კონკრეტულად. აი რა აჩვენა ამ ეპიზოდმა? ამ ეპიზოდმა მორიგჯერზე ვიტყოდი, რომ ეს არის პირველი აბსურდული ბრალდება წაყენებული საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, ვიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის ქუჩაში. ამ ეპიზოდმა მორიგჯერზე დაადასტურა, რომ აზრი არ აქვს, რამდენად ვეცდებით ჭყალებში ვიტყოდია ეს დრაკონული კანონმდებლობა, რომელსაც ამკაცრებენ დავიცვათ, ან არსებული, მანამდე არსებული კანონმდებლობა დავიცვათ. ივანიშვილის პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მისი შეშინებული რეჟიმის ცოტა ხნეობის მოსამატებლად და პირიქით საზოგადოების დასადგუნად. რამდენი ადამიანის დაჭერასაც ჩათვლის საჭიროდ, იმდენ ადამიანს დაიჭერს და მიზეზის მოძებნისთვის არ დაჭირდება განსაკუთრებულად ტვინის დაძაბვა, რომელიც ისედაც როგორც ჩანს ამ სტრუქტურების წარმომადგენლებს ნაკლებად აქვს. ამიტომ ეს შემთხვევაც, როდესაც გზის გადაკეტვის ცდელობას ედავებიან ადამიანს, როდესაც ასეთი ცდელობა საერთოდ არ ყოფილა და თან პირდაპირ ეთერში ხდებოდა ეს ყველაფერი, ხო, რო არ ყოფილიყო კამერები და მხოლოდ პოლიციის ჩვენებებზე და ჩვენ ჩვენებებზე ვიყოთ დამოკიდებული, შეიძლება საზოგადოების რომელიმე წარმომადგენელმა მართლაც ეჭვი შეიტანოს. მაგრამ ამ შემთხვევაში ხო ყველა ერთად ვუყურებდით რა ხდებოდა იქ, ხო? ასეთივე აბსურდულია სილის გაწმისთვის ადამიანის პასუხისგებაში მიწება, ასევე აბსურდული და ტყუილია პოლიციელებზე თავდასხმისთვის ახალგაზრდების პასუხისგებაში მიცემა და ასე შემდეგ. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, თქვა, ვიქნებოდით აღმაშენების სხეულში თუ არა. თუ ვიქნებოდით რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის გამზირზე მოგვიფიქრებდე. ხო, რუსთაველის გამზირთან დაკავშირებით. ხო, ხედავთ ხო საქმეების კასკადს. ხო, სხვათა შორის გზის გადაკეტვაზე ძალიან ბევრი განხილვა იქნება დღეს სასამართლოში. ახალ-ახალი ინფორმაცია მოდის, მათ შორის ის, რომ თორნიკე გოშაძის დედა არის დაბარებული გზის გადაკეტვაზე და ასევე გავრცელა ინფორმაცია ილია ღლონტმა იმასთან დაკავშირებით, რომ მას დაურეკეს პოლიციიდან და 26 იანვარს გზის გადაკეტვას ედავებიან რუსთაველის გამზირზე. ასე რომ ყველა მეთოდი და ყველა ხერხი ძალაშია ქართული ოცნების მხრიდან. ანუ ყველა მოდი ესე ვიტყოდი, ყველანაირ უკანონობაზე და დანაშაულზე წამსვლელი რეჟიმია, იმიტომ რომ ეს უკვე ათეულობით ადამიანის და ასეულობით ადამიანის მიმართ უკვე ჩაიდინეს, როგორც პოლიციელებმა, ისე სასამართლომ, ისე პროკურატურამ, ისე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ისე პარლამენტმა, რომელიც წარმოუდგენლად სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან აბსოლუტურად შეუსაბამო, კონსტიტუციურ უფლებებთან აბსოლუტურად შეუსაბამო ცვლილებებს იღებს და გვიანონსებს, ხო? ანუ ხვალიდან და ზეგიდან მაგალითად შეიძლება გვეუბნებიან, რომ შენობაში აგეგზალებათ გამოხატვის თავისუფლება. მე გვეტყვიან კონკრეტულ ქუჩებს, რომ ამ ქუჩებზე აგეგზალებათ და ასე შემდეგ. ანუ თუ ჩვენ ვიღებთ ივანიშვილის თამაშის წესებს, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს წესები ნიშნავს უწესობას. ანუ ივანიშვილს უნდა და დღეს ეს იქნება წესი, მეორე დღეს გავიღვიძებთ და წესი შეცვლილი აღმოჩნდება და შესაბამისად პასუხისმგებლობა კვლავ ჩვენ დაგვეფისება. ოდიშა ისევ ერთ აბსურდულობას ვუწევთ, ხო? ყველამ კარგად ნახა ძალადობრივად ხარება, როგორ გაუსწორდა დაკავებულ აქციის მონაწილეს და მას შემდგომ დემონსტრაცია
ადმინისტრაციულად, მეორე გუშინ ადმინისტრაციული ჯარიმა პირიქით მას დააკისრეს. ანუ სისტემა გვეუბნება, რომ ის დანაშაულებრივად აპირებს ჩვენთან გასწორებას, უკანონოდ აპირებს ჩვენ. მოგვიდგეს ამაზე პასუხი ერთადერთი შეიძლება იყოს აი ის უშიშარი სახეები და უშიშარი მიდგომა, რასაც იჩენენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, ბევრჯერ აღნიშნე და გიგი უგულავას გულწრფას შემთხვევაში და დიდი მადლობა ირაკლი. არამედ ის ადამიანები, რომლებიც პირველად შეეჯახენ რეჟიმის სისასტიკეს და მიუხედავად ამისა, ნამდვილად არცეც უკან არ დაუხევია და ქედი არ მოუხრია ივანიშვილისად. კი, ნაცემი აქვე დავამატებ, რომ ნაცემი ადამიანების გასამართლების მეტი რა გვინახავს, ხო ირაკლი? დასისხლიანებული, ტანსაცმელს შემოხეული ხალხი იჯდა პროცესებზე და სასამართლოდან მას ეუბნებოდნენ, რომ ამ ნაწილზე არ უნდა ელაპარაკა და უნდა დაჯარიმებულიყვნენ ისინი სწორედ აი ამ განხილვის შედეგად. დიდი მადლობა, დაგემშვიდობები. ირაკლი აბესაძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.